მოგესალმებით, თითოეულ თქვენთან გასაუბრებაში მადლობა იმის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მისმენთ გაგეცნობით მე ვარ კატო. დღეს გავაკეთოთ ესეთი გაშლა პარტნიორის ფიქრი გზნობა მოქმედება, როგორც ხდება ხოლმე სავარაუდო მოქმედება. და ვნახოთ, ვინ ხართ თქვენ, ვინ არის თქვენი პარტნიორი, რა ხდება ამ წუთას თქვენს სიტუაციაში და რა თქმა უნდა გავყვეთ ხო? რა მოლოდინები გვაქვს თქვენ, მას და ასე შემდეგ. ნახოთ, აბა რას დაველაპარაკება ზოგადად დასთან. თქვენი ენერგიები პირველ რიგში. თქვენ ხართ ხა გაურკვევლობაში, არ იცით რა მოიმოქმედოთ, ჯერჯერობით ანალიზი აკეთებთ სიტუაციებისას, მაგრამ პასუხები რთულად არის, ესე რომ ვთქვათ, ვერ იღებს ჯერჯერობით ბოლომდე პასუხებს იმ კითხვებზე, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია და თითქოს როგორ რაღაცა ისეთ, რომ უკვე თქვენც აღარ იცით ჩამოყალიბდით, ანუ ვეღარ ჩამოყალიბდით ამ ადამიანთან სიტუაციასთან მიმართებაში. ხო, თქვენ თვითონაც უკვე მე მგონი აირიეთ რა გინდათ ამ ადამიანისგან, ან რაღაცა შეიძლება პირობითად რაღაც ისეთი გამოჩნდა, რომელიც გამოჩნდა თქვათ ისეთი მომენტი, როდესაც ახალ ურთიერთობაში ვართ, მაგრამ რაღაცა წარსული ბრუნდება, ხო? და ვეღარ იგებთ რომელ მხარეს უნდა იმუშაოთ, ხო? რაღაცნაირად ვეღარ იგებთ რა ხდება რაღაც მომენტში. შესაძლებელია არც გამოჩენილა, მაგრამ რაღაცნაირად ხანდახან ხო არის, როდესაც გვეფიქრება რაღაცებთან მიმართებაში და ცოტა უკვე ისე მიდის ჩვენი ფიქრები, რომ დავიბენით, ხო, ავიჭერით ხა რა და როგორ არის. უკვე ჩვენც გვაქვს ის მომენტი, როდესაც ახალ ურთიერთობაში რომ ყველაფერი იგზა მაქვს და რატომ ახსენდება რაღაცა თქვათ წარსული გამოცდილება, რატომ ახსენდება რაღაცა ესეთი რაღაცა ადამიანი კონკრეტულად, ხო, რომელსაც შეიძლება სიზმარში ხედავთ, რომელიც შეიძლება რაღაცა გევლინებათ, ხო, რაღაცა თითქოს ნიშნების მდგომარეობით გესახებათ, რომ საკმაოდ ძლიერი ადამიანი ხართ, მე ესე ვიტყოდი, საკმაოდ წარმატებული, თქვენი მიზანი იცით, საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ ცხოვრებისეულად, ხა ქურუმი ქალი, თან ესეთი იცის რა უნდა გააკეთოს, იცის როდის რას უნდა ილოდოს თითქოს, ხო, ანუ იცის როგორ უნდა უმკურნალოს სულსაც, ემოციასაც, ფიზიკურად, ადამიანი, რომელიც რაღაცა გაანალიზებული ხართ, უკვე გაცნობიერებული გაქვთ ყველაფერი, შესაძლებელია კიდევ ერთხელ რომ იყოს ადამიანი, ვინც რაღაცის, ანუ თითქოს იცის როგორ მომენტია თქვენ რა ენერგიებს ხართ, გარდა იმისა, რომ თქვენც ნასწავლი გაქვთ, სხვასაც აძლევთ თქვენ იმის ძალას, რომ ისწავლოს თქვენგან რაღაცეები. კარგით, ნახოთ, პარტნიორი, ვინ მოვიდა თქვენი პარტნიორი, რა ენერგიებშია. ადამიანი რაღაცნაირად თითქოს მიდის წარმატებისკენ, მიდის გამარჯვებისკენ, რაღაცა ნაბიჯებს აკეთებს, როდესაც ადამიანმა უნდა გააკეთოს და გადადგას თავისი ნაბიჯები და დაბრუნდეს გამარჯვებული, ხო, სახში, რაღაც თითქოს ბრძოლის ველზე რომ ემზადება წასასვლელად, რაღაცა ეს მომენტი აქვს, ხო, როდესაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელი ხარი არის მისთვის მნიშვნელოვანი, ხო, როდესაც სტრატეგიულად უნდა დაგეგმოს თითქოს ყველაფერი, რატომღაც ესეთი ენერგიებს შეს, რაღაცა დაგეგმარების, მაგრამ ნახეთ, ეს დაგეგმარებაც, ხო, რაღაცა სტრატეგიული უნდა იყოს იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში არ გაუჭირდეს იმ გადაწყვეტილებების ტარება, რომელიც მიიღო, ხო? მეორე მხრივ ესეთი მომენტიც არის, რომ ეს ადამიანი არის ადამიანი, რომელიც ეხლა ამ ეტაპზე საკმაოდ მძიმე ენერგიებში არის, იმიტომ რომ ზუსტად ის ნაბიჯები, რომელიც გააკეთა, რომელიც ეგონა რომ სტრატეგიულად კარგი იყო მისი ცხოვრებისთვის და რაღაცა შეიცვლებოდა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და საბოლოო ჯამში მაინც ვერ ჩამოყალიბდა რა უნდა, ხო, თქვენგან, ან საერთოდ ცხოვრებისგან რა უნდა. ეხლა არის საკმაოდ მძიმე ენერგიებში, უჭირს ეს მარტო ატაროს თავისი ტვირთი და უჭირს, რომ
მარტოს დიდოს ის ფიქრები, რომელიც დღესდღეობით შეიძლება ამ ადამიანს ააწუხებდეს, ხო, რაღაც ესე. Კარგით, რა ხდება ამ ეტაპზე თქვენ შორის, რა ხდება თქვენ შორის? როდესაც გადაფასება ხდება, ნახეთ რა მომენტის. შესაძლებელი ხა აქ ისეთი მომენტიც იყოს, რომ იყურებდეს ორი ვარიანტის ადამიანები, ერთის ის, რომ ადამიანები არიან ურთიერთობაში და ვერ გაურკვევიათ, მაგრამ მეორეს რატომღაც უფრო მგონია, რომ ეს წარსული უფრო ესე მომდის ინფორმაცია, რომ ეს წარსული ადამიანია, რომელთანაც დასრულებული გაქვთ, მაგრამ ნახეთ, თითქოს ბოლომდე დასრულებული არ არის, იმიტომ რომ აქ შესაძლებელია რაღაცა დაკავშირებდეთ. ხა ვიღაცისთვის შეიძლება კონკრეტულად რაღაცა ბიზნესი, ვიღაცისთვის შესაძლებელია შვილები, ვიღაცისთვის, ნახეთ, რაღაც კავშირი გაქვთ, რომელიც არ არის ბოლომდე ჩახსნილი თქვენ შორის, ხო? შესაძლებელია ვიღაცა უბრალოდ დაშორებულია, მაგრამ თქვა ხელი არა გაწერილი, ხო? რაღაც, ნახეთ, რა ხდება თქვენ შორის თითქოს რაღაც თქვენს გადაუწყვეტო ბლოკ და ცდილობთ რომ რაღაც გაერკვიოთ, ისიც რაღაცნაირად გაერკვეს. თქვენ შორის თითქოს არის ის მომენტი, როდესაც ადამიანი ცდილობს რაღაცა საერთო გამონახოს, საერთო კავშირი გამონახოს, რაღაცნაირად აღადგინოს თითქოს ურთიერთობა, რაღაც განთავისუფლდეს იმ ბლოკებისაგან, რომელიც დღესდღეობით თქვენ შორის არის და რაღაცა დაალაგოს, ხო, თუნდაც სასაუბრო მდგომარეობა შექმნას, თუნდაც რაღაცა სასაუბროდ შეეცადოს, ხო. რა ხდება თქვენ შორის? აქ რაღაცნაირად ესე ვიტყოდი, რომ ადამიანებს შორის არის სიტუაცია, როდესაც კიდევ ერთხელ ვიძახი, კავშირი არ არის ბოლომდე გაწყვეტილი, თუმცა შესაძლებელია, რომ ეს ადამიანები ერთად აღარ იყვნენ, მაგრამ რაღაც ის კავშირი, რომელიც მათ აკავშირებს, არ არის, ხო, წასული, დამთავრებული და რაღაცა განულებული, ხო, აქ არის ის მომენტი, როდესაც ადამიანს თან განთავისუფლებას უნდა, მაგრამ იმასაც ხდება, რომ ის ენერგიები, რომელიც თქვენგან მიდიოდა ამ ადამიანისთვის, არ ვიცი, ხა შეიძლება მატერიალური იყოს, შეიძლება სულიერი იყოს, შეიძლება რაღაცა უბრალოდ რჩევით მდგომარეობა იყოს, იმიტომ ხა ქურუმი ქალით, როდესაც ამოდიხართ თქვენ, საკმაოდ ჭკვიანი ადამიანები ხართ, ხო, საკმაოდ იცით ცხოვრების მდგომარეობა, შესაბამისად შეიძლება ამ ადამიანისთვის რაღაც ისეთ მიდგომებს ანახებდით ცხოვრებისეულს, რომ ეხლა ძალიან მიჭირს ამ ყველაფრის გარეშე, ხო? კიდე რა ხდება თქვენ შორის? აქაც დავამატო. ხო, აქ მეცდრად მე ვფიქრობ, რომ აქ იყო ოჯახი, რომელიც ეხლა აღარ არის ერთად, მაგრამ აი ზუსტად ის მომენტი, როდესაც არ არის ჯაჭვი ჩახსნილი, არ არის რაღაცა ურთიერთობა ჩახსნილი და თითქოს ვთქვა, რომ ხა პირდაპირ აღდგენაზე აქ ლაპარაკი, შეიძლება ითქვას, რომ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ არის ის მომენტი, როდესაც ადამიანს უნდა რომ განთავისუფლდეს რაღაცა პატარა მიჯაჭვა, ეს როგორი მომენტია, რომ თითქოს ადამიანი ვერც გიშვებთ, მაგრამ თვითონაც ვერ არის თქვენთან, ხო? აი რაღაც ეს მომენტი. კარგი. რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში? ანუ ათიან თასები. ხო, ნახეთ, ეს არის გაშლა, ვისაც ყავდა ოჯახი, ვისაც ყავდა გადაღამე ეს მანქანები გადიან. ვისაც ყავდა ვისაც ყავდა ოჯახი, დაიშალა ეს ოჯახი და დღესდღეობით აი მაინც ბოლომდე ვერ გუშვებთ ერთმანეთს, ხო, რაღაც თითქოს ერთის მხრივ გაშვებულიც ყავთ, მაგრამ მაინც ბოლომდე არ ხდება გაშვება, ხო. რას ფიქრობს? იმას, რომ თქვენ ხართ მისთვის ოჯახი, იმას, რომ თქვენ ხართ მისთვის ადამიანი, რომელთანაც ძალიან ბედნიერი იყო, იმასთან, რომელთანაც ემოციებით ივსებოდა, რომელთანაც შეეძლო არ ვიცი, ამ უკან შეცენებლობები მართლა არ ვიცი, აღარ თავდება. ხო, და ნახეთ როგორი მომენტი არის, რას ფიქრობ იმას, რომ მას აკლია ხა ეს ზრუნვა, ის ერთად გატარებული მომენტები, ხო, თქვათ, როდესაც თქვენ და ის თქვენ შვილებთან ერთად რაღაცა ემოციურ
თამაშებს თამაშობდით ხო, რაღაცა ერთად სადილობდით, ერთად ატარებდით დროს, ერთად უყურებდით ფილმებს. ადამიანი იმას ფიქრობს, რომ მას აკლია ეს ოჯახური და ეს ემოციები, რომელსაც თქვენ აძლევდით. რას ფიქრობს, რომ თქვენ ძალიან შეფერცით რა არის ადამიანს ეგონა, რომ თქვენ ცხოვრებაში არასოდეს არავინ გამოჩნდებოდა, ან რაღაცა მომენტში არ გადადგავდით ისეთ ნაბიჯს, რომელიც დაუფიქრებელი იქნებოდა. ანუ აი აქ პირდაპირ გეტყვით, დაშორებული ოჯახების ურთიერთობაზე უფრო არის საუბარი, ესე რომ თუ თქვენ ამოიცანით თქვენი თავი, შეგიძლიათ უსმინოთ. ნახეთ როგორი მომენტი არის. თითქოს ადამიანი არ ელოდებოდა და ვერ წარმოედგინა, რომ ადრე თუ გვიან თქვენზე დაკარგავდა ყველანაირ ინფორმაციას, ხო? თქვენზე დაკარგავდა ყველანაირ ზემოქმედებას, ხო? თუნდაც აი მანიპულატორული კუთხით. მაგალითად, რაღაცა თუნდაც ბავშვებთან ურთიერთობაში, თუნდაც თავის, ანუ რაღაცა მიძინებულ გზნობებზე საუბრით, თუ რაღაცა წამოწყებით სიტუაციების, როდესაც უბრალოდ ვერ წარმოედგინა ის, რომ თქვენ გახვიდოდით, ან შეინარჩუნებდით სიმშვიდეს, ან შეძლებდით, რომ მისი, ნახეთ, თქვენ ემოციებზე თუ ამ ადამიანს შეეძლოთ თამაში, ხო, რაღაცა თავისი ხუმრობით თქვათ, რომელიც ხდება თქვენთვის მისი გადმოსახედიდან ხუმრობა იყო, მაგრამ თქვენთვის ტკივნეული იყო. და ეხა ეს მომენტები თქვენთვის ძალიან სულ ერთია ის, რას იტყვის და როგორ ტყვის, ან თქვენ რეაქცია არის ნული. აი ამ ადამიანს ეს მომენტი რანაირად ვერ წარმოედგინეთ, თუ თქვენ წახვიდოდით მისი რეალობიდან საბოლოო ჯამში, ხო? ნახეთ, კი, შეიძლება დავშორდით, კი, შეიძლება აღარ ვართ ერთად, მაგრამ იმდენად მაინც კონდეს ადამიანს, რომ აი ადრე თუ გვიან ხო დავჭირდები და მოვა, ხო? თქვენ თუ ახლა თქვენ იშრომეთ, თქვენ განვითარდით და წინ წახვედით, შესაბამისად ამ ადამიანის დახმარება იქნება, თუ ამ ადამიანისთვის რაღაცა თხოვნის კუთხით ან ფინანსური დახმარება იქნება, თუ სულიერ თუ რჩევა არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ აღარ მიიღებთ, ხო? ანუ უბრალოდ თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც სულიერადაც გეხმარებათ, ფინანსურადაც და ემოციურადაც და ყველანაირად გაბალანსებს, ხო, შესაბამისად ადამიანისგან აღარაფერი არ გინდათ, ხო? ანუ ისედაც შეიძლება არ გინდოდათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სადღაც გულის სიღრმეში მაინც ეგონა, რომ თუ თქვენ რაღაცა ურთიერთობაში არ გადახვიდოდით, ყოველთვის ექნებოდა საშუალება იმის, რომ ყოფილიყო რაღაცნაირად თქვენს გვერდით, ხო, რაღაცა თუნდაც პატარ-პატარა რაღაცა, არ არის დახმარებაზე არ არის აქ ლაპარაკი, უბრალოდ აი რაღაცა წაკბენაზე მაინც, ხო, რაღაც ესე რო ვთქვა. კარგით, კიდე რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში? რომ დაკარგა ყველა შანსი, ან წარსულს მიელაპარაკება, რომ რაღაცნაირად იცით რა არის, რას ფიქრობს, აი რაღაც მომენტში თითქოს ადამიანს უნდა რომ რაღაცა დაინახოს, აი რაღაცნაირად გამოიყენოს ის მომენტები, რომელიც თქვა თქვენ თუ ისეთი პერიოდის მდგომარეობა გქონდათ, როდესაც ადამიანს რაღაცა სულიერად ცოტა მძიმე ან რაღაც ემოციურად მძიმე პერიოდის მდგომარეობა დაგემთხვათ, ხო, ახლა არ არის მაინდა-მაინც რაღაც გლობალური და ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი. უნდა უბრალოდ რაღაც ხასიათის გაფუჭება თუნდაც, ხო? ადამიანი თითქოს ეცადა და ცდილობს იმას, რომ გამოიყენოს თქვენი აი ეს რაღაცა პატარა ნიუანსი თქვენთან საკომუნიკაციო თუნდაც, თუნდაც ნერვების მოსაშლელად, რატომღაც ესეც მოდის. გამოიყენოს თქვენთან რაღაცა შანსი, გამოიყენოს თქვენთან რაღაცა ის კავშირი, რომელიც უფრო რაღაც დაგაახლოვებთ თუ არ დაგაახლოვებთ, ყოველ შემთხვევაში შეძლებს თქვენ ცხოვრებაში რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილება მიგაღებინოთ, ხო? ადამიანი, ანუ ძალიან იცით როგორ არის, აი რას ფიქრობთ თქვენზე და რომ ძალიან ნახეთ 7-იან ხმალი ახლა ერთის მხრივ ტყუილის მომენტი შეიძლება ვთქვათ, მეორეს მხრივ სტრატეგიული მომენტი შეიძლება ვთქვათ, ანუ თქვენ ისე
გახვედით ამ ურთიერთობიდან და ისე გადიხართ ამ ურთიერთობიდან, ძალიან სტრატეგიული მდგომარეობაში არჩიეთ და თქვენ თავი დაიხსენით, ხო, შეიძლება ესე ითქვას. აიგეთ, მოდით აბა ვნახოთ. მისი გრძნობები თქვენს მიმართ, რაც გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ, მისი გრძნობები თქვენს მიმართ, რაც გრძნობს. ელოდება, უფრო მეტად ელოდება იმას, რომ აი მანამდე რაც იყო, რაღაცა ენერგიებს ჩადებს, რაღაცა გაზარდა, რაღაცა და ეხლა უნდა მოიმკას ის მომენტი, ხო, რაღაცა რას გრძნობს. იცით რა არის გრძნობების მომენტს, მე აქ უფრო ვიტყოდი, რომ ადამიანს უფრო მოლოდინი აქვს, რომ ერთ დღესაც უბრალოდ აი ეს თქვენი ურთიერთობა, რომელიც ბოლომდე ჩიხშია შესული, ბოლომდე რაღაცა სიტუაციურად ძალიან ისეთი გაურკვევლობების მდგომარეობაში არის, გაიხსნება და განთავისუფლდება, ხო, რაღაც თავიდან დაიწყებს თითქოს, აი ის მდგომარეობა, რომელიც ან თავიდან შეიყვარებს, თავიდან შეგიყვარებს თუ აი რაღაცა თავიდან დაიწყება მდგომარეობა, ხო, აი უბრალოდ ადამიანი ფიქრობს იმას, გრძნობაზე არ არის რაღაცა აი ჯერჯერობით, აი უფრო მოლოდინზე არის აქ, ხო, აი ელოდება დროს, როდის შეძლებს რომ რაღაცა აი თქვენ ანუ გადადგათ ნაბიჯი, რაღაცა ემოცია გაგიჩნდეთ, დაბრუნება მოგინდეთ, თუ რა ვიცი, აი რაღაცა აშკარად ეს მომენტი უფრო ვიდრე გრძნობები. კარგი. რა მოლოდინი ქონდა ამ ადამიანს თქვენთან დაშორების შემდეგ? რა მოლოდინი ქონდა ამ კონკრეტულ ადამიანს თქვენთან დაშორების შემდეგ? პენტაკლების მეფე. რომ დარჩებოდა ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც იქნებოდა თქვენთვის მნიშვნელოვანი, რომელიც იქნებოდა თქვენთვის ფასეული და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც იქნებოდით დამოკიდებული ამ ადამიანზე, როგორც ჩანს, მოლოდინი. რომ ვერ შეძლებდით დაგეძლიათ ყველა ის წინაღობა, რომელიც თქვენს წინაშე წარდგებოდა და საბოლოო ჯამში მაინც მოგიწევდათ ამ პენტაკლების მეფესთან რა ვიცი, სათხოვნელად მისასვლელად, რაღაცა დახმარებისთვის, სულიერი თუ ფინანსური თუ რაღაც, ანუ ადამიანს ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ ეს ადამიანი დაგანახებდეთ, რომ თქვენ მის გარეშე არაფერს წარმოადგენთ როგორც ჩანს. მე მაპატიეთ ამ სიტყვებისთვის, მაგრამ რაღაცა ესე მოდის ინფორმაცია, რომ თქვენ ვერ დაძლებდით ყველა იმ წინაყოფას, რომელიც თქვენს წინაშე იქნებოდა წარმოდგენილი და საბოლოო ჯამში რაღაცა ისევ ამ ადამიანისკენ გექნებოდათ სურვილი. ხო, რა მოლოდინი ქონდა, რომ ვერ შეძლებდით დამდგარიყავით მატერიალურად ფეხზე, ვერ შეძლებდით, რომ გემუშავათ საკუთარ თავზე, ვერ შეძლებდით, რომ რაღაცა ჩაგედოთ ის მარცვალი თქვენი ცხოვრება. ნახეთ, თუ ადამიანს ქონდა რაღაცა ემოციური ზეწოლა თქვენთან მიმართ, მაგრამ ფიზიკურზე არ არის, ხო, რაღაცა ემოციური ზეწოლა თქვენთან მიმართებაში, ადამიანს მოლოდინი ქონდა, რომ ამას ვერ დაძლებდით, ხო, არა და თქვენ ქურუმი ქალი გახდით, ხო, შესაბამისად ძალიან კარგად განვითარდით პირიქით. რა მოლოდინი ქონდა კიდე? რომ თქვენივე შიშებში იქნებოდით. ნახეთ, რა მოლოდინი ქონდა? ის რომ ეს ადამიანი ისევ დარჩებოდა, ისევ იქნებოდა თქვენს ესე ვთქვათ, სივრცეში, ვერ დატოვებდით, ვერ დათმობდით, ესე რა ვთქვათ, ну დათმობდით, ახლა თუ გაშორებულზე დათმობილიც არის და ყველაფერი, მაგრამ ნახეთ, მის გარეშე არ გადაწყვეტავდით, რაიმე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდით, ხო, რაღაც მის გარეშე ვერ დადგებოდით ფეხზე, მის გარეშე რაღაცა აი ცოტა ისეთი მომენტია, მაგრამ აი შიმშილით თუ იქნებოდით, რომ რაღაც მიხვიდოდით, თხოვნით, რომ აი ბევრი პრობლემა მაქვს, ბევრი სიტუაცია მაქვს, ბევრი ისეთი მდგომარეობა, რომელიც ერთი მხარე, მეორე, მესამე, მეოთხე, ხო, და ვერ ვახერხებ თავის გართმევას და იქნება მომეხმარე, მაგრამ თქვენ იმაზე მეტად მოახერხეთ ამ ყველაფრის გაკეთება, იმაზე მეტი პასუხისმგებლობა აიღეთ თქვენს თავზე, იმაზე მეტი ძალა გამოიჩინეთ, ვიდრე წარმოედგინა, ხო, საერთოდ თქვენ ძალიან ბევრი იშრომეთ ამისთვის, თქვენ ყველანაირად შეეცეთ, ხა შეიძლება მილიონერები არ ხართ მატერიალურად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმდეს ახერხებთ, რომ სათხოვნელად არავისთან არ მიხვიდეთ და იმდეს ახერხებთ, რომ რაღაცა
შიმშილით არ იყოთ ხო ან უბრალოდ თქვენ შვილებს არ მოაკლდეს არაფერი და ასე შემდეგ. ასე რომ აქ ადამიანი ქონდა იმისი მოლოდინი რომ თქვენივე შიშები რომელიც გექნებოდათ ანუ არ მოგცემდათ საშუალებას ძილის ხაი რაღაც არ მოგცემდათ საშუალებას რომ დაგესვენათ არ მოგცემდათ საშუალებას რომ აღგედგინათ საკუთარი თავი აი ეს მოლოდინი ქონდა ამ ადამიანს თქვენგან კარგით მოდით ესე ვიკითხოთ რატო ქონდა ეს მოლოდინი ანუ რა იყო ამ მოლოდინის საფუძველი რომ ესე ფიქრობდათ თქვენზე რომ თქვენ რაღაცას ვერ შეძლებდით რატო ქონდა ეს შეიძლება იცით რატო ქონდა იმიტომ რომ თქვენ არ ანახებდით თქვენს აქტიურობას, არ ანახებდით თქვენს ძალას, ანუ იყავით მიმდობი მასზე, ანუ ის იყო აქტიური, ის იყო მოქმედი პერსონაჟი, ხო, თქვენი ცხოვრების. ის იყო ყველა მხრივ ურთიერთობის რაღაცა თითქოს გამკაჩველი. ნუ ურთიერთობის კი არა, ნახეთ, ცხოვრების რაღაცა მის გარეშე ნაბიჯავთ, გავდით მის გარეშე რაღაცა მას როგორც უნდა და ისე მიყვებოდით. იმიტომ ქონდა ეს მოლოდინი რომ თქვენ ძალიან ბევრს თმობდით იმ ურთიერთობისთვის რომ თქვენთან ყოფილიყო სიმშვიდე, სტაბილურობა, შეგენარჩუნებინათ ოჯახი, შეგენარჩუნებინათ სიყვარული, შეგენარჩუნებინათ რაღაცა ის თბილი ურთიერთობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ხო ადამიანისთვის, მithumetes ქალბატონისთვის. ნუ მამაკაცისთვისაც ვერ ვიტყვი რომ არა, მაგრამ ნუ უბრალოდ ქალბატონებს უფრო მეტად აქვთ ხო ეს რაღაცა დედობის და ოჯახის ინსტინქტები და აქედან გამომდინარე. ხო, ამ ადამიანს ჰქონდა ეს მომენტი, რომ თქვენ იქნებოდით, ანუ იმიტომაც ჰქონდა ეს, რომ თქვენ ძირითადად თქვენ იყავთ, იმიტომ რომ თქვენ გიყვარდათ, იმიტომ რომ თქვენ ემოციურად იხარჯებოდით ამ ადამიანთან მიმართებაში და ამიტომ ჰქონდა ეს მოლოდინი, რომ თქვენ მის გარეშე ვერ გაძლებდით და მის გარეშე ვერ გაართმევდით თავს ყველაფერს. კარგით, ეხლა რატომ ცდილობს, თქვათ, მოდით რატომღაც ესეთი ინფორმაცია მოდის, რომ თითქოს ადამიანი ცდილობს, ხო, რაღაცა კავშირს. რატო ცდილობს თქვენთან, თუნდაც კარგი თუ ცუდი თუ არა აქვს მნიშვნელობა, როგორი კომუნიკაციაც არ უნდა იყოს, კომუნიკაციას რატო ცდილობს, აი ამ კომუნიკაციას ვნახოთ. იმიტომ რომ რაღაც ისეთი ხდება მის ცხოვრებაში, როდესაც ადამიანს ძალიან სწყივა, ხო, მის სულიერ მდგომარეობას ძალიან სწყივა, შესაძლოა მატერიალური პრობლემებიც ქონდეს, ანუ ადამიანს რატო სურს კომუნიკაციის თქვენთან კომუნიკაცია, იმიტომ რომ რაღაცა დისკომფორტი აქვს, რაღაცა მას, ანუ მის, ესე რომ ვთქვათ, კონტროლის ზონას გაექცა სიტუაცია, ხო? აი რაღაცა ეს მომენტი არის. რატო ცდილობს? იმიტომ რომ ცდილობს, რომ არ ვიცი ხა თქვენ რა კავშირი გაქვთ რაღაცა ხო გონით აქ თუ ბიზნესის თემა, თუ რაღაცა ქონებრივი თემა არის შესაძლებელი ეს მომენტიც იყოს, იმიტომ რომ რაღაც მძიმე მდგომარეობაში არის, ხო გავიგეთ აქ სულიერ მდგომარეობაც შეიძლება იყოს, მატერიალური მდგომარეობაც შეიძლება იყოს და ადამიანი ცდილობს რომ აღადგინოს. შესაძლებელია აღადგინოს რაღაცა უბრალოდ ოჯახური მდგომარეობა სულიერი კუთხით თუ არის, თუ ფინანსურით რაღაც შესაძლებელია თქვენ გააქვთ რაღაც ის მომენტი, როდესაც შეიძლება რაღაცით დაეხმაროთ, ხო, თუნდაც რა ვიცი ხა გაქვთ უკვე ისეთი შემოსავლები, ან რა ვიცი, სახლი გაქვთ, კარი გაქვთ, მანქანა გაქვთ, ну რაღაცით ყოველ შემთხვევაში ურთიერთობის მდგომარეობა, ხო? რატო ცდილობს? იცით რა არის აქ თქვენ თუ აი კიდევ ერთხელ გეუბნებით, თქვენ თუ უკვე გამოგიჩნდათ ადამიანი, რომელთან ერთადაც გინდათ და გინდათ გადაწყვიტოთ და შექმნათ ოჯახი, ის ადამიანი უბრალოდ აი დგას და შორიდან, ანუ ცდილობს რომ თქვენი ბედნიერი ურთიერთობაში რაღაცა ხარვეზი შეიტანოს, ხო, თავისივე ქმედებით, თავისივე რაღაცა გამოჩენით, ხო, ეს შეიძლება რაღაცა დისკომფორტის მდგომარეობა შეგექმნათ, რაღაცა ან მისი წუწუნით, ან მასთან კამათით, ან რაღაცას გაყოფაზე ლაპარაკით, ან შესაძლებელია აქ რაღაც მომენტში იყოს ის მომენტიც, როდესაც თქვა ბავშვებთან მიმართებაში პრობლემა შეიქმნა, ხო? და ნუაც ხელოვნურად შექმნილი პრობლემების მდგომარეობა. რატომ ცდილობს რომ გამოვიდეს? იმიტომ რომ ეშინია მარტოობის, იმიტომ რომ ეშინია რომ
მარტო არ იყოს. მეორეს მხრივ შესაძლებელია კიდე ის მომენტი, რომ შეიძლება გაიაზრა კიდევაც ამ ადამიანმა, ხა მეტნაკლებად არის ეს გააზრების მომენტი, მაგრამ გაიაზრა, რომ ის რაც დაკარგა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ის რაც დაკარგა, მისთვის ძალიან საჭირო იყო, ხო, ეს ენერგიები, რომელიც თქვენგან ჰქონდა. თუნდაც შორიდან, მაგრამ მაინც მშვიდად იყო, რომ თქვენს ცხოვრებაში არავინ არ იყო, ხო, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შეიძლება და თქვენი ურთიერთობის ან აღდგენა, ან უბრალოდ დახმარების გაწევა, ან რაღაცა მსგავსი, ხო, ურთიერთობაში ხართ უკვე რთულია ყოფილ მეუღლეს გაუწიო რაღაცა დახმარება, ხო, არ ხდება ესე. კარგი. რა ნაბიჯებს გააკეთებს თქვენთან მიმართებაში უახლოეს პერიოდში? იმპერატრიცა. ესეთ რა შეიძლება როგორც დედას, როგორც ქალს, ცოტა რაღაცა ეცადოს, რომ ეცადოს, რომ რაღაცა გაურკვევლობაში შეგიყვანოთ და გაურკვევლობაში რასთან მიმართებაში, იცით, აი ეჭვი შეგატანინოთ იმ ძალაზე, იმ ენერგიებზე, რომელიც თქვენ შეძლებთ. ან ნახეთ, თუ კი ხარ ცოტა ისეთი სულიერი პრობლემების წინაშე იდექით, ან უბრალოდ რაღაცა ფინანსური რაღაცა პატარა პრობლემის წინაშე თუ დადექით, ხო, ეხლა ასე ვთქვათ, ზეწოლა წამოვიდა, ეს კიდევ ეცდება, რომ ეს ზეწოლა გააგრძელოს იმისთვის, რომ თქვენ ეჭვი შეიტანოთ თქვენს ძალაში, ხო, რომელიც აქამდე მოიყვანეთ, რომელიც აქამდე, ანუ შინაგანი კონფლიქტები წამოჭრას თქვენს არჩევანსა თუ რაღაცა ქმედებებთან მიმართებაში, ხო, ან შინაგანი კონფლიქტი გაგიჩინოთ თვით შეფასებასთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, რომ იქნება მიუხედავად კი რაღაცები გავაკეთე, მაგრამ იქნება მართალი არის და აბსოლუტურად ესე მარტივიც არ არის და არ გამომივა რაღაცა, ხო, თუნდაც ურთიერთობაში თუ ხართ მით უმეტეს კიდევ პარტნიორთან რაღაცა კონფლიქტური სიტუაცია შეგიქმნათ, ხო, რაღაც ეს მომენტიც შესაძლებელია იყოს. რა ნაბიჯები ექნება? ხო, ანუ თავისი მიზნებისკენ ეცდება წაიყვანოს სიტუაცია. ნახეთ, თუ ამ ადამიანის მიზანი არის, რომ თქვენ დაგტოვოთ მარტო და არ ყავდეთ არავინ გვერდში, ეცდება, რომ ისე შექმნას სიტუაციები და ისე დაალაგოს ყველაფერი, რომ მარტო დაგტოვოთ, იცით რა არის, აი ეს ეგოისტური მომენტი არის, რომ ანუ მე თუ ჩემი არ იქნება, მაშინ არც ხვისი არ იყოს, არის ესეთი მომენტებიც, ხო, შეიძლება ვერც აღდგება თქვენი ურთიერთობა, მაგრამ ბოლომდე არ ეთმობა, ხო, აი ეს ყველაფერი აქედან გამომდინარე ადამიანი ეცდება, რომ კონფლიქტები შეგიქმნათ თუნდაც პარტნიორთან, თუნდაც რაღაცა საკუთარ თავთან, რომ რაღაცა ნაბიჯი არ გააკეთოთ ისეთი, როგორიც თქვათ მას ან მის ეგოს ძალიან დაარტყავს, ესე ვიტყოდი, ხო, რაღაცნაირად. კარგით. რამდენად შეძლებს ეს ადამიანი მოახერხოს და თქვენი ენერგეტიკა გააფრჩოს, რამდენად შეძლებს? იცით რა არის, რამდენად შეძლებს ეს ადამიანი? მე ესე გეტყოდით, რომ თქვენ თუ იბრძოლებთ იმისთვის, რისთვისაც უკვე დიდხანს გაქვთ ნაბრძოლი და ასე თუ ისე მიღწეული გაქვთ, ხო? თქვენ თუ უფრო მყარად იდგებით თქვენს გადაწყვეტილებასთან, თქვენ თუ უფრო მყარად იდგებით იმ ურთიერთობაში, რომელშიც გადახვედით, თქვენ თუ უფრო მყარად იქნებით თქვენ შვილებთან მიმართებაში, თქვენ სამსახურთან მიმართებაში, თქვენს ენერგიების დაცვასთან მიმართებაში, ანუ თქვენს შინაგან მესთან სიმყარეს გამოამჟღავნებთ, ეს ადამიანი ვერც ვერაფერს ვერ გახდება. უბრალოდ კი ბრძოლა იქნება, კი რაღაცა გაუთვალისწინებელი და ესეთი ცოტა ტკივილების მომენტი იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში როგორც ასეთი შეძლებს თუ არა ეს ადამიანი თქვენს ამარცხებას, მე ვიტყოდი, რომ ძალიან დიდ ილუზიაში ცხოვრობს ეს ადამიანი, თუ მაგას ფიქრობს, რომ რაღაცით დაგამარცხებთ, იმიტომ რომ თქვენ უკვე ნახეთ ქურუმი ქალის ენერგიაში ამოდიხართ და ქურუმი ქალი უბრალოდ
შეუძლებელია რომ დამარცხდეს ესე მარტივად. იმიტომ კი არა რომ რაღაცა თქვათ თუ კოლეგების მომენტი არის რაღაცა გაკეთებასთან მიმართება. არა, ნახეთ რა მომენტი არის. თქვენ უკვე იმდენად ისწავლეთ აი ამ თქვენი ცხოვრების, ტკივილების, წაქცევის და განადგურების ფასად ეხლა აი სიმშვიდის ფასი რა არის რომ აი ამ სიმშვიდის დარღვევის მდგომარეობა არ გენდობთ, ამიტომ ილუზიაში იქნება ადამიანი თუ კი ფიქრობს იმას რომ რამეს შეძლებს და რამეს შეცვლის და რამით დაგაზიანებთ, ხო? ერთადერთი რაც არის აქ ის არის რომ თქვენ უნდა იყოთ ძალიან ძლიერები, თქვენ უნდა იყოთ აი ზუსტად ამ სირთულის და აი ამ გაურკვევლობის მდგომარეობაში ზუსტად უნდა შეძლოთ თქვენი სტრატეგიების, თქვენი ხაზების დაცვა, ხო? ნუ შეიძლება ძალიან მარტივად ვამბობ ახლა ამას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც ვფიქრობ, რომ უნდა გაგიმარტივდეთ, იმდენხელა გამოცდილებები გაქვთ. შეძლებს. ანუ ნახეთ, არა, ვერ შეძლებს უბრალოდ ეს ადამიანი, იმიტომ რომ რაც არ უნდა ეცადეს, თქვენ იმდენად ფრთხილი ხართ უკვე ყველაფერში, იმდენად მოზომილი ხართ უკვე ყველაფერში, რომ ნებისმიერ ქმედებას, ნებისმიერ ნაბიჯს, თუნდაც დადებითი იყოს, დახმარების კუთხით იყოს, თუნდაც რაღაცა ისეთი იყოს, ნებისმიერი კუთხით თქვენ ამას ერთი ასპექტით არ გაანალიზებთ რამოდენიმე ასპექტით და შესაბამისად ესე მარტივი არ იქნება რომ რაღაცა მოახერხოს და დაგაზიანოს. კარგით, მოდით ესე ვიკითხოთ, როგორ ხედავს სამყარო უახლოეს პერიოდს ამ ადამიანთან მიმართებაში თქვენსა და ამ ადამიანს შორის უახლოესი პერიოდი. აქ იქნება რაღაც ემოციური თამაშები, აქ იქნება რაღაცა ემოციური მიდგომები, მაგრამ მე ისე ვიტყოდი, რომ თავდაცვა იქნება ძალიან მაღალი და ძალიან ძლიერი. თავდაცვა, როგორც ჩანს თქვენი მხრიდან და ტრანსფორმაციის არკანი. ნახეთ, თქვენ არ მისცემთ საშუალებას, რომ ადამიანი შემოვიდეს თქვენს იმ მდგომარეობაში, საერთოდ ტრანსფორმაცია. ხო, ან შემოვიდეს იმ მდგომარეობაში, სადაც თქვენ უკვე ჩამოაყალიბეთ და თქვენ უკვე შექმნით თქვენი კმაყოფილი ცხოვრება. ხო, კმაყოფილი ცხოვრება ახლა ნახეთ ესე ავხსნით, რომ ასე თუ ისე მიაღწიეთ სულიერ სიმშვიდეს, ასე თუ ისე მიაღწიეთ ფინანსურ კეთილდღეობას, ასე თუ ისე მიაღწიეთ რაღაცა გაცნობიერებას, უფრო ლაღი გახდით, დაიწყეთ თავის მოვლა, დაიწყეთ რაღაცა ემოციების გაცემა, დაიწყეთ უფრო ნახეთ აქამდე თუ თქვენ გქონდათ ის მომენტი, რომ ცხოვრება ძალიან რთულია, ძალიან მტკივნეულია, ძალიან ძნელია, ნუ აი სულიერი პრობლემების მდგომარეობა, რომ ნუ როდემდე შეიძლება ესე ვიყო, რაღაცნაირად მიაღწიეთ ამ სტაბილურობას და თქვენ ნამდვილად აღარ გენდომებათ, რომ აი სტაბილურობა, რომელიც გააქვთ, ხო, დაარღვიოთ და კიდე თავიდან რაღაცა ტრანსფორმაციები განიცადოთ და კიდე თავიდან რაღაცა ნერვიულობები დაიწყოთ და ასე შემდეგ. ხო, თქვენ შორის იქნება გაცვლა, აქ არ იქნება დიდხანს როგორც ჩანს ეს მდგომარეობა, რომ თქვენ ძალიან კარგად დაიცავთ და იეროფანტი ამავე ნახეთ კარგად დაიცავთ, ანუ შესაძლებელია აღმოჩნდეს ვინმე ადამიანები თქვენს გარშემოც, რომელიც სწორ რჩევას მოხდეს, ან უბრალოდ ბოლო-ბოლო აღმოჩნდეს ის მომენტიც, როდესაც მანაც გაანალიზოს რაღაცეები, ხო? ან უბრალოდ თქვენ დაანახოთ ამ ადამიანს, არ ვიცი ხა შედგება თუ არა საუბარი და როგორ შედგება თქვენი საუბარი, მაგრამ თითქოს აი რაღაცნაირად აუხსნათ, ხო? ანუ თუ მეტად მიენდობით სამყაროს ღმერთს, ხო? და თქვენს სწორ სისტემას მოიყვანთ თქვენს ცხოვრებაში, ხო, ეს სიტუაცია ძალიან ისე დალაგებადი იქნება, ხო, აი დალაგებადი სიტუაცია, რომ ნუ საბოლოო ჯამში გაარკვევთ როგორ და რანაირად გაგრძელდება თქვენი ურთიერთობა, თუ არ გაგრძელდება და სად გაივლის ზღვარი
თქვენს ურთიერთო, ანუ გადაკვეთასთან მიმართებაში, ხო, აი სად იქნება ის ზღვარი, რომ აი თქვა თუ შვილები გყავთ, აი ეს ფაქტორია ჩვენი ზღვა, დანარჩენზე არაფერზე არ ვლაპარაკობთ, არაფერზე არ ვეხმიანებთ ერთმანეთს, არაფრით არ ვინტერესდებით, გარდა იმით, რომ აი თქვათ რაღაცა ისეთი ხდება, რომელიც გასარკვევია, ხო, ან თუ ბიზნესი ერთი და უბრალოდ არ გინდათ ამ ბიზნესის გაყოფა, ან რაღაცა, ნუ ყველას თავთავისი მომენტი აქვს, აი ეს კონკრეტული საკითხი იქნება ჩვენი გადაკვეთის წერტილი, იმის იქეთ მორჩა, ხო, აი რაღაც ეს მომენტი არის. და მოკლედ მოდით აბა ახლა რჩევა ვნახოთ. საკუთარ თავს მეტი პატივი. ცხრიან პენტაკლებში, ცხრიან თასები უნდა დაიცვათ, აქეთ ცხრიან პენტაკლების მდგომარეობა. რჩევა არის ის, რომ თქვენი პასუხისმგებლობა, თქვენს თავზე პასუხისმგებლობა, თქვენს ენერგიებზე პასუხისმგებლობა. ნახეთ, როგორი ლამაზი არკანი არის ეს. თქვენს იმაზე, რაზეც პასუხისმგებლობა აიღეთ, იმაზე, რასაც მიაღწიეთ, იმას, რასაც მიხვდით, რომ მხოლოდ თქვენი ძალისხმევით გააკეთეთ და ვერავინ და ვერაფერი ვერ დაგეხმარათ, ხო, გაუფრთხილდით და არ დაყარგოთ და არ დახარჯოთ არასწორი რესურსი, არასწორ ადამიანებზე, არასწორ გარემოებაზე, არასწორ სიტუაციაზე, ხო, რაც გირჩევთ სამყარო. იმ ადამიანის გვერდზე იყავით, რომელიც თქვენში რეალურად დებს ენერგიებს, რომელიც ხა შესაძლებელია მეგობარი იყოს, სულ არ არის მაინდა-მაინც მამაკაცი იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუნდაც დაქალი იყოს შესაძლებელი, თუმცა აქ მამაკაცის არკანი ამოდის, ხა თასების ნახეთ, გაუფრთხილდით საკუთარ ემოციებს, ანუ ესე ვიტყოდი, თუ თქვენს შინაგან დაბალანსებულ ენერგიებს გაუფრთხილდით, ხო, ნუ დაინგრევთ თავს, ნუ დაინგრევთ და დაანგრევთ იმ აშენებულ მატერიალურ კეთილდღეობა იქნება თუ ემოციური მდგომარეობა იქნება თუ რაც არ უნდა იყოს, ეცადეთ რომ არ დაანგრიოთ და გაუფრთხილდეთ ამ ყველაფერს, გაუფრთხილდეთ იმ სიმყარეს, რომელიც თქვენ მიიღეთ, ხო, ეს არის თქვენი ოჯახი, თქვენი შვილები, თქვენი სახლი, ხო, თქვენი მატერიალიზმი, ანუ ყველაფერს გაუფრთხილდით, რაც აქამდე გქონდათ. ნახეთ, 9-იან პენტაკლები და 10-იან პენტაკლებში გადავდივართ. არ დაარღვევინოთ თქვენი სულიერი და ემოციური მდგომარეობა იმისთვის, რომ აი ამ ენერგიებში, რომელსაც სიმშვიდე, სტაბილურობა, ოჯახი, ბედნიერება ქვია, არ დაკარგოთ და არ წაგერთვათ, ხო, არ შეიყვანოთ თავი ჩიხრა, ანუ ესე გეტყვით, რომ ყველანაირად ეცადეთ დაასრულოთ ის შიშები, რომელიც ახლა თქვათ თქვენ გაგიჩნდათ რაღაცა მდგომარეობაში, რომ როგორ უნდა გავიდე ამ სიტუაციიდან, რომ აი როგორ უნდა გამოვიდე, ხო, დაასრულეთ ამ ყველაფერზე შიში, ყველაფერი დასრულდება და ესეც წავა, ესეც დასრულდება და თქვენ აუცილებლად შეძლებთ, რომ გამარჯვებული გამოხვიდეთ იმ ყველაფრიდან, რასაც ქვია თვით განვითარება, თვით დამკვიდრება, მომავლის შექმნა და სტაბილურობის შექმნა, ხო, სტაბილურობა მარტო მატერიალიზმი არ არის, სტაბილური სულიერი ემოციური მდგომარეობის, რომელიც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მოკლედ აი ესეთი გამოვიდა დღევანდელი გაშლა, მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ თითოეულ თქვენთაგანს, რომ სიმშვიდე შეგენარჩუნებინოთ, სიმშვიდე ყველაზე მნიშვნელოვანი არის, მით უმეტეს განსაკუთრებით, როდესაც სერიოზული საკამათო ან სანერვიულო მდგომარეობა გვაქვს, მაქსიმალურად კარგია სიმშვიდის შენარჩუნება, ვიცი რომ ძალიან რთულია, მაგრამ ეს სიმშვიდე არის ზუსტად ის პასუხები ყველასთვის, რომელსაც უსიტყვოდ გასცემთ ფაქტიურად თითოეულ ადამიანს, თითოეულ პიროვნებას და თითოეულ სიტუაციას. თქვენი სიმშვიდე იქნება ის, რაც ესე ვთქვათ, ღიად აგრძნობინებს ყველას, რომ თქვენთან მარტივი ნამდვილად არ არის უკვე დაპირისპირება თუ რაღაცა ისეთი პირობების შექმნა და ულტიმატუმების წაყენება. მოკლედ, ბედნიერი ურთიერთობა თითოეულ თქვენთან გასწროებით.